საღამომშვიდობის ჩემო ძვირფასო საზოგადოებაო როგორ ხართ ისე ხო იცი რომ დაფიქრდები და მომნატრები ხართ რა მაგის თქმა მინდა მომნატრები ხართ ის საზოგადოება ვინც მართლა გულწრფელად მებრძოლი არის ღირსებისთვის ქვეყნისთვის თავისი ოჯახისთვის თორე იმდენი ფუფლო რეციდივისტი ამ საქართველოში რო ამოვიდა ყელში და მithom პატრიოტები და მithom ისინი. აუ როგორ ეგრევე იწვევით რა რომ გამოხვალ თუ არ და იწვევით ეგრევე ვინც ახარ და რა იმით ახართ რა როგორი რა ნივთიერებისგან ახართ დამზადებულები და ისე ჩაიარა ახალმა წლებმა რა ვიცი მე ვაბრალებდი ჩემ თავს რომ მეთქი ცოტა ხანში ხო არ შეხვედი და ხო არ რაღაც მაგრამ რა ვიცი მე ახალგაზრდებს შევხვდი ეხა სტუდიაში ვლაპარაკობდით რაღაცას ჩემები იქ ის და რაღაცა არ არის იცი ისე და რაღაცა ისე რო არ არის ძირითადად სიდუხჭირის ბრალია ალბათ რა ქართველ კაცს რაც ყველაზე მეტად რითიც იყო თამამი და პაკაზუხაც იყო სხვათა შორის იყო მასპინძლობა მასპინძელი იყო მაგარი რა ეს პაკაზუხა სიტყვა თვითონ ცუდი გამოთქმა იმიტომ რომ მეტი წილი ადამიანებს მას გულწრფელები იყვნენ და სოფელი ცხოვრობდა სოფელი იყო ძლიერი რა მაგრა ცხოვრობდა სოფელი და ეს აღმოფხვრეს იცით ეს ამოვარდა რა თითქოს რაღაც არ ვიცი რისგან მოხდა რა არ ვიცი რა ამშვენივრად იცის ყველამ რომ უჭირს ხალხს და ის ვეღარ არის თორე რა მჟავეზე და ღვინოზე დაგპატიჟებდა კაცი და ისეთი გულწრფელი იყო და ისეთი ოქრო იყო რომ რავი ყველა გახარებულები ვიყავით რა ისე ვეფერებოდით ერთმანეთს და რაღაცა არ ვიცი ახლა რა არც ისეთი სიცივი არის რომ საქართველო ამინდიდან დაწყებული სულ მაგაზია ლაპარაკი რომ თვითონ ამინდი ზომიერი სითბო კლიმატი ისეთი შინაგანა და გენეტიკურადაც ისე წამოვიდა რომ რა ვიცი სულ ვთხილდებოდით ერთმანეთს რა ჭირი და უბედურება დაგვეტაკა რა ზნე დაგვე არ ვიცი რა ზნე აგვერია მე მგონი რა მოდი ზარი მაქვს ეთერში შემოუშვებ მომბრძანდით გამარჯობა სტუდია მოგესალმებით ქვემორაჯიდან გაუმარჯოს ზამბერს დახტოდენ არა მანახანს ესწავ მაგრამ როცა შეიძლება არ გიმართლეს ამ სიტუაციაში დიახ ხოდა უბრალოდ თქვენთან ერთი შემოთავაზება მაქვს. დიახ ბრძანეთ. როცა ამბობს მაგალითად რომ არაბულ ქალაქებს მოიწვიეს ის რო არის საფია თარგმნელი ის რო არის საფია აღმოადგენელი არაბის ქვეყნების დაფეიმას პასოლი საელჩოდან მოიწვიოთ არაბეთის ვინმე? ხო, ბატონო, მოიწვიეს ხალხი აუხსენით, გადაუთარგმნეთ, უთხარით რომ მოდით აშენეთ საღარეთ ბეტონში ფული, ბინები, რაღაცეები, რაღაცა კომპოსტული შენობები ისა და ჩვენაც აქავართ აფხაზეთიდან და სამაშობლოებულები ელა დავიკავოთ ამ შენობებს. დაგიჭერთ ხარ. ხო და როცა არაფერს კაპიკებს არ მიიღებენ და ხელსარიელები დარჩებიან, რომ მიხდებიან რაშიას ასე. ერთი კაცი ფესარ შემოაბიჯებს საქართველოში. კეთილი ჩემო ბატონო, მაგრამ ინფორმაციისთვის მოგახსენებთ, რომ ეგეთი წერილები უკვე ჩვენ თავის დროზე რომ გავმართეთ შეკრებები ჩვენ პირადად მე პატრიოტთა ალიანსთან ერთად მონაწილეობდი მაშინ გამოსვლაში და ჩვენ ოფიციალური წერილი გაუგზავნეთ საელჩოს და უთხარით ჩვენი სათქმელი, ჩვენი გულის ტკივილი და ესეც აუხსენით რომ
ბოლოს სისხლის წვეთამდე არ დანებდებოდა რა ქართველი კაცი რა. არ ვიცი, იცით რა არის? ნახეთ როგორ არის შემოგევლოს ჩემი თავი. ძირითადად უზნეოები და უზნეობა სარგებლობს საქართველოში ერთადერთი რამით რა. ეს ერთადერთი რამე არის განზე დგომა და გარედან ჭოგრიტი ტყურება თუ რა ხდება და როგორ ხდება. ხელისუფალი ამბობს, რომ იმხელა ინვესტიციები შემოგვაქვს და მაგის მლოკველები ვინც არიან კიდე რა, აი ვერ ხვდები თქვენ უბედურებო ჩვენ გვეუბნებიან და თქვენ ხო ხვდები არა ბებია თქვენისამ რა, თქვენ ხო მაგრად ხვდებით და აზე არა ხართ პროექტში რა წერია, არასაჯაროებს სამთავრობა და თქვენ ხვდებით რა, ვანგები ხარ თუ ვინ ისახართ რა, ეხა აღარ მინდა დღეს რაღაცა ტკბილად ვიყავი განწყობილი და ეს არაბული ის რომ დაიწყება თუ არა და უკვე ნერვი შინაგანად ეს ვერავა რა წყობილი ამ არაბეთზე და რა გავაკეთო სტუმრად მომბრძანდი ძმაო მე ჩამოვა სტუმრად მაგრამ აქ რო გინდა რომ მოიწყო გადოლბაითი ეგრე სად არის ძმაო არ არის ეგრე და ვერც გააკეთებთ რა რაც არ უნდა შეეწიროს და რაც ჯერჯერობით ხო ესია რა ეგრე არისო თავის დროზე ბახტრიონი ჩუმად იყვნენ მე რო დაიწყეს და ნახეს ქართულმა ხალხმა რა მოხდა და აიღეს და ჩვენი კაბოსანი ღუდელი გააუპატიურეს მოუთათრებმა რა დედაწულიანად ამოხოცეს ისინი მაშინ რა დედაწულიანად რა აკვნიან ბავშვებიანად გაჟლიტეს უყველა გინდა ცუდი დააბრალე გინდა არაკაცმოყვარეობა დააბრალე მაგრამ ჩვენ ეხლა ჩვენ ქრისტიანი ხალხი ვარ და ფაქტიურად რა რელიგია გაგვიუპატიურეს თუ როგორ ქნეს ხო და არ მინდა მაკუთხით დავაყენო და ვეუბნები რომ მოდი ძმურად თუ რაღაცა გინდა თქვენ და ჩვენ არც გვალაპარაკებენ ეს დახურულია პაკეტი და არც გვანახებენ რა ხდება და როგორ ხდება აბა ერთი შემოსულიყვნენ და ეთქვათ რომ ჩვენ გვინდა ძმაო ახალი ტექნოლოგიის ქარხნის არჩენება მობძანდით, დაბძანდით, რა გნებავთ, როგორ ყველაფერს გაუკეთებდით. მაგითი დაეწყო და მერე სახლიც აეშენ ნდობის მომენტი არა. ეხლა აი ნორმალური ადამიანი, დებილები არავინ არა ვარ და ნუ გონიათ რომ არითმეტიკა კიდე არავინ არ იცის რა. სარიმაკ ეთერში მობძანდით რა. ალო, ბატონო გამარჯობა ბატონო გია როგორ ძანდებით? კარგად ჩემო ოქრო გაგიმარჯოს ღმერთმა. გენაცვალე ძალიან მომენატრე მე შენი ძალიან ხშირი მაყურებელი ვარ და მინდა გითხრა რომ გაიხარე რა ძალიან ჯიგარი კაცი. გენაცვალე გულში გენაცვალე ჩემო ოქრო. გულით და გულით გბალეშიკო ჩემო კარგო ადამიანო და აი არაბებთან დაკავშირებით რა წავიდნენ და მოხშორდნენ რა შენ გენაცვალე რა შენერი ქართველი კაცები მინდა მე რომ ვიხარო და შენ გენაცვალე შენ დიდი მადლობა შენ შენერმა ჯიგრიანებმა მინდა რომ გავიხარო და ერთი ამათ შევუტოთ ისეთი ცეცხლი რო სულ ცეცხლი გონდეთ რა აგე ნახავ რა აი რო არის ხოლმე ხო იცი მუდმივი ცეცხლი რუსულად ვეჩნია გონრუანთია მოსახსენებლად ეგეთი ცეცხლი უნდა შეუნთო მაგას შენ გენაცვალე მაგ ქართულ და კავკასიურ გულში და სულში რა. გეხუტუნე ძამიკო, მაგრად იყავი. კაცობაში მიყვარხარ გულში რა. დიდი მადლობა შემოგევლე. იცოცხლე და უფალი ფარავდეს და იგზის. ღმერთი იყო შენი შემწე და მოწყალე. ყველა ღირსეული ქართველი ზმაო და არა ქართველისაც, ვისაც საქართველოს გულშემატკივრობა გულში აქვს რა. ეხა ერთ კაი რამეს გავიხსენებ. 20 რომელია? აღარ მახსოვს რა. რომელიც 2000 წელი იყო 2000 წელი იყო დიახ 2000 წელი რო გათენ და ანდრია პირველწოდებული შემობრძანების დიდი აღლუმს გააკეთა საპატრიარქომ და პატრიარქის ლოცვა-კურთხევით მეუფე დანიელი ჩაუდგა ამას სათავეში და რო ვაკეთებდით ამ ყველაფერს ალილოს ზეიმი უნდა დაგვეწყო თავიდან მე და კახეთში ქვინიძე და რამოდენიმე ადამიანს და ჩაგვაბარეს რომ ეხლა მოიფიქრეთ როგორ რეჟისორიც იყო თემისის და კაი იქნებაო ეხლა რომ აი თბილისში ავაღორძინოთო ეგრა როგორ აი კამეჩებით რო გავიაროთ ეხლა ვფიქრობთ რა საკამეჩი ჯერ სად უნდა ვიპოვნოთ კამეჩი მერე ისის და მერე ხო იცი რომ დაგლოცავენ და დალოცვილ საქმეს ხვანაერი მუღა
დავახტით მანქანას, გავედით, გამოვედით, იქ კასში ავედით, მეტეხში ავედით, იქ და ღვთისწყალობით ეს გლეხებიც ისე ჯიგრულად გამოვიდნენ, უთხარით ესია, დაგვიდექით გვერდზე ის რაღაც ცოტა რაღაც გასამრჯელო შეგხვდება, ცოტა ის ფულზე აი დედას ვიცავ, ხო არის ხო წუწუნი რო იცი ხო არც დაუწყიათ ლაპარაკი რო აი ამდენი მოგვეცი იმდენი რამდენსაც გაიმეტებთო ისეთ ქრისტიანული საქმეო და რა გავაკეთეთ მაშინ 7-ში რო გათენდა 7 კამაზებით ხარკამეთში და ისინი ჩამოიყვანეთ ძმაო როგორ მახსოვს სიონთან შევგროვდით სულ ყველანი და პირველი ალილო ჩატარდა მაშინ რა და აი გამახსენდა ეხა ეს ალილო და აუცილებლად ზარს ბოდიშ უხდი იმიტომ რომ ეს სიმღერა მინდა რომ აუცილებლად ერთი გავიხსენოთ ეს დღესასწაული ძალიან დიდი რამეა რა ჩვენთვის და მოდი ერთი ალილო ჩამირთეთ რა ძმებო რა ეს გენიალური სიმღერა ეხა თან ეხლა რო ზარი მაქვს ეთერში მობრძანდით უკაცრავად ხანდახან ვერ გთავთ ხოლმე და
მომიტევეთ სულგძელად რაღაცა მეც მინდა რომ ჩავატიო ხოლმე ჩემი. მომბრძანდით ეთერში ხართ. გაითიშა კაცო? უკაც აი ეს ხდება ხოლმე და მომიტევეთ, იმიტომ რომ ხანდახან ისე ჯდება ისიც რომ ეხა ძალიან ბევრი რაღაცები მოხდა ამ ბოლო პერიოდში, რასაც უყურებდი კულტურული თვალსაზრისით და მაგრად მომეწონა ის კარნეგი ჰოლში სუხიშვილების გენიალური გამოსვლა, სადაც დენიროს წიგნი მიართვეს და რაღაც ისეთი აი ეს ადამიანური ურთიერთობებია ყველაფერი და ბიჭო რა არის რატო რა მოგივიდათ რამ გაგაბო რამ გაგაგიჟათ რა იყო ამისთანა რა ერთ რამეს გეტყვით რა არ შეკრჩებათ არაფერი ვისაც აი ესე 8 კუჭითა გაქვთ ნაჭამი გული აგერევათ ჯერ ეს ერთი და მერე გეყოფათ რა გეყოფათ ამდენი რა ცოტა ხალხმაც რაღაცა და რაზე არის ხალხი გადასული ხო ნახე 20 კაპიკი თუ 50 კაპიკი თუ 250 ლარი თუ რაღაცით როგორ იცხოვროს პენსიონერმა არ ვიცი რა ავიცი რა არა ნაღდათ არ შეგრჩებათ რა ჯერ ხო ხედავ ბიძინა მოვიდა უცბად აზე და უკვე მიყარ მოყარა გადოლბაიჩი ნახევარი კიდე დასაჭერები არიან მე თუ ვინმე დაჭერა გამიხარდეს დედას ვიცავ მაგრამ სამართალმა პური უნდა ჭამოს რა სამართალმა პური უნდა ჭამოს რა უსვინდისოები ხართ ამდენს ვერ გაძღა თქვენი მუცელი რა ზარი მაქვს ეთერში მოგზანდით გამარჯობა შემოგევლე გამარჯობა დამდგა ახალ წელს გილოცავთ 2026-ა ყოველ სიკეთეს გისურვებთ მან ყოფილგზა ყველა სხვებსა ოჯახი კარგად გიმყოფოთ უფლის ნებით გქონდეთ რხინი ზოგჯერ მახლით გექეიფოთ უმეტესად გქონდეთ ხსნილი ყველა ასაკი მიღწეული დადიოდეს მხოლოდ წვილი ოის მწადლი არ მოაკლდეს ყევალი და მჟავე მწნილი გენაცვალე დიკუშა ლოტკინი და არ დაყარე უცბად ეს პურმარილი კაცო ვენ ამ ლექსის დროს ეხა იმის გარდა რომ ლექსისის სიამოვნებას იღებ ცოტა ნერწყვით შეიძლება მოგივიდეს და ჩამასხი ერთი მაშინ რა და თვითონც ბაკურციხელი კაცია ლოტკინი და ხო და შეგეტყო რომ ბაკურციხელი ხარ შეგეტყო გაიხარე კაი ღვინო კი იცია ბაკურციხეში ბაკურციხე მაინც ხო იცი კადენახი ბაკურციხე მიჯნარი და იქვე გენაცვალე კაი კაცი ხარ ღმერთმა მშვიდობა მისცეს შენ მთელ შენ ოჯახს და მთლიანად საქართველოს და აი ამ ღორობის garaშე ეცხოვროთ რა არ შეიძლება რაღაცა ლუკმა გავარდეს ჯამში ჩავარდესო რა და ისევ ქართველის ნათქვამი არ არის მარ დედავს ფიცავარ აი თუ აი გულზე არ მაწვეს ლოდათ რა ეს ყველაფერი რა მოგივიდათ ბიჭო მართლა 8 და 10 კუჭი გაქვთ თუ რა უბედურებაა რა ცოტა სხვა დღეს რო კიდე პარლამენტში თურმე რითი ყოფილან დაკავებულები და ეს ტენდერები და ეს ადმინის მარტო თქვენ რო გინდათ ხაპოთ და სხვა მონებათ ბიჭო ხო გახსოვს როგორ მოხდა რევოლუცია რა იმაში რა 1917 წელს პეტერბურგში რა კომუნისტებმა მაშინ ბოლშევიკებმა 3 დღე გადაკეტეს რომ პური არ შევიდა იმაში პეტერბურგში რა რომ მობრუნდნენ და რო დაიწყეს ავრორა და სროლა ვერც დაამთავრეს და შავიდნენ ბოლოში და გეუნები რა კუჭზე გადის მთელი ყველაფერი და თქვენ მე მგონი ცოტა ზედმეტი მოგდით უკვე რა მართლა ზედმეტი მოგდით რა ეს ცალკე თემაა კიდე სალაპარაკო და ნახოთ მე კი არა აგერ ბიძინა თუ არ დაგერიოთ თქვენ ყველას ნახე რა მართლა ცხვირპირში უნდა ამოგადინოთ ეს ყველაფერი რა ზარი მაქვს ეთერში მობრძანდით შვიდობა და უფლისწავლობა ბატონო ჯია შვიდობა ჩემო ქალბატონო გენაცვალე რა არის ეს ერთი პატრიარქანი მოწვარი მყავდა გარდამეცვალა აცხოვნოს უთავმა მისიცული მიტროპოლიტი ელისე ჯოფაძე რაჭის წინამძღვარი და მან ერთხელ ესე დამარიგა შვილო არასდროს არავის არ დაპირდი არაფერს იმიტომ რომ
საფრთხის სწავლება ასეთი გვაქვს, რომ თუ პირობას მისცემ ადამიანს, უნდა შეაცვლო. თუ არა და ძალიან ვით სოდაში ჩავარდებიოდა. აი მე ესეთი აზრი მიჩნდება. ვიძინა ივანიშვილს ჩვენ ყველა იმიტომ მივეცით ხმა რომ სხვანაირ დაპირებებს გვაძლევდა. კომუნალური გადასახადები იაფი გექნებათო, ხალხო დავასაქმებო, საწარმოებს ავაშენებო, ასეთი პირობა არ შეასრულა. ესე იგი მაინტერესებს ჩვენთან სოციალური სამსახურები არ შეიძლება და თუ სწავლობენ ნიშნავს პერიოდში რა ხდებოდა იმ წეულ პერიოდში ყველამ კარგად იცის. ვიძინას პერიოდში რამდენი ახალგაზრდა არის გასული იზოლების ქვეყნიდან. მართალი ბრძანდებით, მართალი ბრძანდებით სამდე ჩემო ქალბატონო და აი ხა მე თქვენ ერთ რამეს გეტყვით და თქვენც ძალიან მარტივად გაიგებ და ალბათ მთელი საზოგადოება რა. საერთოდ საზოგადოდ ხო? გაჭირვებას არც ნაციონალობა აქვს, არც რელიგია არ აქვს, არც არაფერი არ აქვს. გაჭირვება ერთი რამე არის, რომლის ირგვლივ შეიძლება ძალიან ბევრი რამე გაერთიანდეს. სხვადასხვა კონფესიის, სხვადასხვა პარტიის, სხვადასხვა წარმომავლობის და სოციალური მდგომარეობის ადამიანი. გაჭირვება ყველას გააერთიანებს და ბატონო ბიძინა, კიდევ ერთხელ მოგმართავთ რა. თქვენ ახართ მაინც ყველაფრის ავანჩავანი და თქვენ ქვეშ არიან ეს გაერთიანებულები და თქვენ სიტყვას იჯერებენ, ესე გიყურებენ და რაღაცა მოაწესრიგეთ ცოტა, დამიჯერეთ, ვერ დამთავრდება ეს ყველაფერი, კარგად და ვისთვის ვერ დამთავრდება. თქვენ არგი ხელისუფლების დათმობა ალბათ ოცნებას რატომ მოუნდება ძმაო? მართლა კუჭები გაიშქელეს, ჯიბეები გაისეს და რამდენი ფუზი აქვს ლაპარაკი რომ რა ვიცი და ხალხი კიდე შეერიკუდება და ძალიან ცუდად დამთავრდება ეს ყველაფერი და დამიჯერეთ, მენდეთ, ჩვეულებრივი ადამიანი ვარ. არავის მტერი არა ვარ. მე საქართველოს გულშემატკივარი ვარ და იმ ხალხის გულშემატკივარი ვარ, ვინც ღირსება შეინახა და ყოველ წუთში არ მოდიან და არ გტლიკავენ თქვენ იმის გულისთვის რომ ფული იშოვნონ. და ნახეთ, გაიხეთ, გამოიხედეთ, გვერდზე ვინ აკყავთ ერთი გვერდში რა. სულ ყველა ან ნაციონალები გადმოაპორტირეთ, ან ვიღაცეები და შემოგეტენენ და არიან რა. პირველივე მოსახვევში მიგატოვებენ ეგენი რა. თქვენ ჯობია იმ ხალხს გადაულოცოთ ყველაფერი, მიანდოთ საქართველოს ვისაც უყვარს, ვინც ღორი არ არის, ვინც ჩვეულებრივი ადამიანია რა. პატრიოტი ვინც არის და ეს ისე კი არა სიტყვა პატრიოტი. ვისაც დამტკიცებული აქვს თავი, ვინც ნაომარია, ვისაც საქართველოსთვის საქმეა გაკეთებული, ვინც ჭკვიანია, ვისაც მართვა შეუულია. მარტო იმის გულისთვის რომ ბიძინა და ტას გიკრავს და ტლეკვა უნდა თქვენი, ეგრე ხო არ არია რა. ზარი მაქვს ეთერში, მობრძანდით. ბატონო გისმენთ? ალო. დიახ გისმენთ. მაინტერესებს თქვა მოხვიდეთ თავრობაში. დიახ. აი მოხვიდეთ. თქვენი პოზიცია იქაც შეიძლება თქვენ მოხვდეთ. დიახ, რა გნებავთ? რისი კითხვა გნებავთ? მითხარით ჩემო კარგო? აი თქვენ თავისად წარმოგიდგენიათ. რა როგორ წარმოგიდგენიათ? შეიძლება კარგად გამოვიდეს ყველაფერი და აი რაც თქვენ ესა ვიღაც წარმოწოს, თქვენ გამოაცოროთ. მე ხლა იმისი არ იყოს ქვევრში რო არის სამჭკუაშვილი ვარ, ქრისტე ღმერთი კი არა ვარო. მე რა უნდა გამოვასწორო, შემოგევლოს ჩემი თავი. მე შემიძლია ჩემი ნიჭი, ჩემი ჯანი, ჩემი გონება და ჩემი ღირსება ჩავდო იმის გულისთვის, რასაც საქართველოს მომავალი ქვია. მე როგორა მაქვს წარმოდგენილი, გეტყვით რა. ტრადიციაზე გაზრდილი ქართველი პატარა ბავშვები უნდა მოვიდნენ თავისი განათლებით, თავის ნიჭიერებით და მართონ ქართულად სახელმწიფო. არც ევროპულად, არც რუსულად, არც თურქულად და არცა
ყველაფრისგან უნდა ავიღოთ ცოტა ჭკვიანურები, მაგრამ ტრადიციულ რაღაცებზე დავამკვიდრო და ქრისტიანული ქვეყანა ავაშენოთ. ჩვენ მეტი საშველი არა გვაქვს. იმიტომ არა გვაქვს, რომ სხვაგან ყველგან გარღვევაში ვართ რა. დიახ. ეგ არის შემოგევლე, ჩემი შეხედულება, მეტი კი არაფერი. დიახ. იცით რა მინდა, ჩემი აზრი მიდევს. ბრძანე შემოგევლე, ბრძანე. ნუ ვიცი რომ თქვენ ქართველი კაცი ხარ, იცით თქვენ ბრძანდები, პატირს ხსენ და თქვენი გამოსვლელები. მაგრამ ერთი რაღაცა არის. დიახ, ბრძანეთ. მე მახსოვს თქვენ ბიზნესი ხართ უწოდით. ბიძინას როგორ არ უჭერდი შემოგებლოს ჩემი თავი მხარს. ახეთ როგორ დაიწყო ეგ ისტორია, მაშინ გეტყვით მე რა. ძალიან ცუდი მდგომარეობა რო იყო და უკვე მიშა, საერთოდ მიშაზე მე პატიმარი რო არის მიშაზე არ ვლაპარაკობ ხოლმე აუქს. მიშა როცა გარეთ იყო, მაშინ ველაპარაკებოდე, ცხვრით-ცხვრთან მქონდა მიტანილი და რაც სათქმელი მქონდა, იმაზე მეც ვეუნებოდი და ჩემთან ერთად კიდე ბიჭები იყვნენ, უვაშკაცესი და ჩემზე 10 ჯერ მაგარი ბიჭები რა. და ჩვენ ვეუნებოდით იმას, რომ ესი არ შეიძლებოდა ცხოვრება რა. ესი არ შეიძლებოდა და ბიძინა რომ მოვიდა, ბიძინა ისეთი დაპირებებით მოვიდა და ისეთი ამბით მოვიდა, რომ რაც ბრძანეთ თქვენ რა. დაპირებებიდან ხო მინიმალური მაინც რო გაკეთებულიყო, დღეს საქართველოს ესეთ გაჭირვებაში არ იქნებოდა და ერთი კასტა გამდიდრდა და დანარჩენები ყველა არიან ძალიან გაღარიბებულები. აი მე ვარ ჩვეულებრივი უბრალო ადამიანი. უბრალო ადამიანი. დიახ. ხო. და ჩემი შეხედულება ასეთია. ყველა რაღაც პრეტენზიებს აცხადებს. და ვინმე ვაკეთებს ჩვენ საქმეს? აი მაშინ ერთი წუთით მომისმინეთ თუ გნებავთ. არა, კაი თემა თქვი თქვენ ხა. პრეტენზიას აცხადებ მაშინ, როცა რაღაცა არ მოგწონს. თუ შენ გაბარია და შენ შეგიძლია, მე აი ეგეთ რამებს თავაზობ ამ ხელისუფლებას, რომ ის ხალხი დაიყენოს გვერდზე თუნდაც, ან იმ ხალხს მიანდოს ის საქმე მიანდოს იმ ხალხს, ვინც პროფესიონალია და პატრიოტია რა. პატრიოტი და პროფესიონალი ვინც არის და არა იმას, ვისაც მოსწონს ოცნება და ტაშს უკრავს. ეგეთ ხალხს მარტო არ უნდა მიანდოს რა. მაშინ იმიტომ გაფუჭდა ჩვენი საქმე, რომ პარტიული ნიშნებით ვაკეთებთ ყველაფერს და ეგ არასწორი მიდგომაა. საქართველოს ჭირდება პატრიოტი პროფესიონალი ხალხი სამართავად და არ არის ძმაო ეგრე და რა გავაკეთო მე? თქვენი მესმის კეთილი, დიდი მადლობა ჩართვისთვის, დიდი მადლობა ჩართვისთვის ჩემო ქალბატონო. ეს არის ჩვენი რეზიუმე, ეს არის. მე არ დავამთავრე ეს სადღესასწაულო რაღაცები და 2000 წლის 2000-ია თუ რომელი წელი აღარ აი მან სადღაცას ქართული კულტურის დღეები იმართება იერუსალიმში და დიდი ჯამაათი წავიდა აქედან მთელი კულტურის ქართული ხმები, ჩემი ძმაკაცები, რა ვიცი, მოხუცებზე ვამბობ, მოხუცები ვინც წასულები არიან, მოხუცებული რა, ნუ ვინც წასულები არიან იმაზე. ჩემი ზაურიკა, ჩემი გურამა თამაზაშვილი, გია ჭირაქაძე, რა ვიცი, თითქმის ყველა რა ვიცი, წას მაშინ უკვე თავგასა და გოგი დოლიძე აღარ იყვნენ ცოცხლები და საპატრიარქოდან წავედით მეუფე ანდრიას გავყევით რა ჩვენ და სერიოზულად ქალბატონი ნანი იყო, დათო იყო, ევგენი, რა ვიცი, ძალიან დიდი კურსანტია იყო, ძალიან ბევრი ბატონი პაატა იყო, ბურჭულაძე, რა ვიცი, ძალიან დიდი ჯამაათია, მოკლედ ჩასული და ქართული კულტურის დღეებია. იქ შემოვიარეთ, იქ ვიყავით ჯვრის მონა, ნუ ყველგან ვიყავით და იორდანეში მოგვიწია განბანვა რა და იმ მომენტში რომ აი რაღაცა ღვთისწყალობით ღმერთს გისურვებთ რომ ყველა ჩასულიყოს იერუსალიმში და განბანილიყოს იორდანეში რა. რაღაც მისტიური რაღაცა არის მართლა და რომ ჩავედით სულ ყველანი რაღაც რომ ამოვედით იქიდან რაღაც
იქ ლოცვა რაღაცა ისეთი კარგი რაღაცა იყო და ამ წელიწადს გამახსენდა რაღაც ამ ნათლისღების დღესასწაულზე და უცბად ხო იცი რაღაც ფანტაზიაში რო წახვალ და რაღაც და ნათლისღების დღესასწაულს გილოცავთ კიდევ აგერ იყო 2-3 დღის წინ სულ ყველას და ნათელ გვეღოს მთელ საქართველოს და ყველა შეგეწიოთ ამ დღის მადლი რომ აი ამ მკურებით ბოროტი განდევნილი იყოს თქვენი ოჯახებიდან ჩვენი ქვეყნიდან ყველგან საიდან სადაც არის რა დაწესებულებაც არის და სიკეთეს დაესადგურებინოს ჩემ ქვეყანაში იმ ქვეყანაში რომელიც ალბათ უწვალებაში უნდა იყოს რახან ღვთისმშობლის წილხვედრი მიწაწყალი არის და სხვანაირად არ გამოვა რა სულ მაგას ვამბობ რომ ნეტაირიდო ნეტარ მაშინ ახარ ძლიერი როცა ამ გამოცდის ქვეშ დგეხარ და წმინდა მამებიც ხო მაგას ამბობენ რომ ღმერთო ერთი გამოცდა როგორ არ გამომიგზავნე ნუ თუ აღარ გიყვარვარო რა და ალბათ ჩვენ წუწუნებთ ჩვენ იმავშებით მაგრამ ღმერთი მაღალია და სულ დაგვეხმარება რა კარგი ზარია ერთ-ერთ შემოუშვებ და მე მინდა რომ ნათლისღების საგალობელი ვთხოვო ბიჭებს რომ ჩამირთონ ზარი მაქვს მოვბრძანდით მე ისევ ლექსად უნდა გითხრათ გია ბატონო დიახ გაღატაკება განასხვავის კაცი რომ გეტყვის ააბაქს მშია ხალხის მთავრობა რა დაგაბმავა ყუია რატომან დაგიხშვია დროა კოჭლი ბატკანი წინ მოექცევა ფარას აი გაგიკვირდეთ როდესაც ხალხი თქვენ გეტყვით არას გაიხარე ჩემო კარგო რა ვიცი ჩაერთეთ ხოლმე ჩემო ძვირფასო როცა ის სული გულის თქმა გექნებათ ან რაღაცა ბრძანეთ თქვენი ლექსი საზოგადოებასაც მოვასმენინოთ ერთი ვთხოვოთ ჩემ ბიჭებს რომ ჩამირთო რა ნათლისღების საგალობელი რაოდენთა ქრისტეს მიერ ნათელ გვიღებიეს ქრისტეს შეგვიმოსიეს ალილუია 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 რაოდენთა ქრისტეს მიერ
Christus servimosies. Halleluja. Raudenta Christus mier, natel vilebies, Christus servimosies. მე მგონი ამდენი გალობა ეკლესიაში არ ყოფილა ისეთი პირი ჩაირთო რაღაც, მაგრამ შეგეწიოთ ნათლისღების მადლის უყველას და ამ წყალბკურებით ყველა ბოროტი გაედევნოს ჩვენგან. რატო ბოროტი? იმიტომ ჩემო კარგებო, რომ ხედავ, რომ ბოროტი ძალადობს, რა ჩემ ქვეყანაში ხარ რა. ბოროტს მე მარტო ხელისუფლებას არ მივიჩნევ. ბოროტი იქაც არის. თვითონ ადამიანშია, ყველა ჩვენთაგანშია ბოროტი. როგორ გვიშველის ღმერთი და პირჯვარს როგორ გადავიწერთ ეს არის. მაგრამ ერთი რამე კარგად იცოდეს, ხელისუფალმაც, ოპოზიციამაც და ყველა პოზიციამაც თუ ვინც გინდა ის იყოს რა. საქართველოს ჩვენ არ დავთმობთ რა. არის საზოგადოება ვით. ეხლა ნახე როგორაა დალაგებული. იმას ის არ მოსწონს, ამას ეს არ მოსწონს, ამის სარგებლობს ხელისუფალი, იმას ეს შენ ის არის, ეს ის არის, ეს ის არის, ეს ის არის. მოდი, ძალიან მაგარ რამეს გეტყვი. ერთი ხა მეც გავაკეთებ ჩემ რაღაცას ჯგუფს, რომელსაც თუ ის არ მოგწონს, ეს არ მოგწონს, ეს არ მე მოგწონ ვარ, მობრძანდით ბატონო. აგერ მობრძანდით ბატონო. ბიძინა მოგწონთ? მიბრძანდით ბატონო. მიშა მოგწონთ? მიბრძანდით ბატონო. ოღონდ საქართველოსთვის ყველამ ერთნაირი რამე გავაკეთოთ რა, რაც მომავალი იქნება. მაგაზე ვიმსჯელოთ, დავჯდეთ, არ ვაგინოთ, არ ვაფურთხოთ ერთმანეთს. მაინც და მაინც ხელების ამოტრიალების მეთოდს და დაჭერის მეთოდს ნუ გამოიყენებთ. იყოს ეს არჩევნები მოაწყეთ რა და დაამტკიცეთ, რომ თქვენ ახართ ის ძალა, რომელიც უყვართ, პატივსცემენ და ენდობიან. ოცნება. გეუბნებით რა. მედი აბა მაინც და მაინც ქალბატონმა სალომე ზურაბიშვილმა უნდა გითხრათ, ან ევროპამ უნდა მიგითითოთ, ან ისე უნდა მიგტისკონ, რომ მე გახდეთ აუცილებლობა იყოს თქვენთვის, რომ ჩაატაროთ არჩევნები. დაადეთ თქვენი დღევანდელობის რა როგორ არის ხალხი განწყობილი. არა მგონია რომ თქვენ ძალიან ისე იყოთ ხალისიანად, იმიტომ რომ იცით უკვე ვეღარ იმასქენით ვერაფერი. თქვენი ერთადერთი პლუსი ის არის, რომ აქედან ოპოზიციაში ისეთი ხალხია, ვისაც არენდობიან რა, კრიტიკული მასა, რომელიც ცალკე დგას საერთოდ და ჩუმად არიან რა. ჩუმად ყოფნა არ გამოვა ძმებო, არ გამოვა ჩუმად ყოფნა. დამიჯერეთ. ჩვენ ამ ჩუმად ყოფნით შეიძლება ისეთ უკიდურესობამდე მივიდეს, რომ რაღაცა ისეთი დომხალი მოხდეს და არეულობა, რომ სისხლი დაიღვაროს, ჯვარი გუწერია, მაგრამ სისხლი დაიღვაროს და მე საქართველო ან ამოყვინთავს როგორც ქვეყანა და ან არ ამოყვინთავს. ღვთისმშობელმა გვიშველოს რა. ზარი მაქვს ეთერში, მობრძანდით. ალო, ბატონო, გამარჯობა. გაუმარჯოს. შეიძლება უადგილო იყოს ახლა ჩემი ზმარა 33 წლის განმავლობაში თევნილი არავის არ უკითხია საცხოვრობ, როგორ ცხოვრობ, რა 45 ლარი სამარა მიტოვებული დევნილი. არც სახლი, არც კარი, არც არაფერი. ნახევარზე მეც, აი რაც არის დევნილების ნახევარზე მეც ჯერ საცხოვრისი არ მიუღია და ზოგიერთებს უკვე არ დაბადებული შვილებზე და შვილიშვილებზე აქვე ბინა მიღებული, დევნილების ბინა. მე რა უნდა გითხრა, ჩემო ბატონო, მე გეტყვით, რომ ცამდე მართალი ხართ რა. მე არ შემიძლია არაფერი, თორე ძალიან ბევრი დევნილები ჩემი ძმაკაცები არიან და ძალიან ბევრთან ურთიერთობა მაქვს და რა შემიძლია გვერდზე უდგევარ რა, მაგრამ ყველა არ ვიცი ხა როგორ არის, მაგრამ ფაქტი ერთია, რომ ყურადღება თუ უნდა მიექცეს ვინმეს დევნილ ადამიანს, რომელიც
გამოყარეს თავისი ადგილ სამყოფელიდან რა. Ცამდე მართალი ხარ ძმაო. რა მართლა რა უბედურება არ ვიცი, მაგრამ მე ფაქტია რა. ზარი მაქვს ეთერში მოგზანდით. ბატონო გისმენთ? ალო, დიახ გისმენთ. გავხო. დიდი ბოდიში ძალიან იფათის აქცენტს უყოლას, მაგრამ ძალიან ბევრი თურქული სიტყვებით ლაპარაკობს რა. როგორი სიტყვებით? თურქეთის გინებაშია. ესე იგი, აქეთ ქართულის მასწავლებელი დამახურია საკითხული სულხან საბა ორმელიანის ლექსიკონი. დიახ. ესე იგი, ჩვენი ლაპარაკი იწყებოდა სალამი პატივცემული მასწავლებელო. სალამი თურქული სიტყვა და მშვიდობას ნიშნავს. სადაური სიტყვა. სალამ. ალალი, სალამი, საბაბი, თათბილი, დასტური, ზარალი, განძი, ბაჭაღლო, აშკარა. მერე რა დიახ გისმენთ, შემდეგ ბატონო ჩემო. კი ბატონო, ჩექმა, იარაღი, სურსათი, ამანატი, ბაცრი, ფოლადი და მურაბა. ჯანსაღი პროდუქტი, აი სამ სიტყვაში რომელია ქართული, ნაცო. თქვენ რამე იდეა გააქვთ, რომ გინდა შექმნათ რამე ახალი ენა, რომელიც მარტო ქართული იქნება? თქვენ შემოგევლეთ რა, მე ერთი ლიკითით მილწელი ვარ, ძალიან გული მტკივა, გამიგე. გული კი მტკივა, შემოკარგო, მაგრამ დაურეკე და უცხარი რომ მეთქი სალამი თურქული სიტყვა ამეთქე. როგორ გეკაფრებოდო სალამიო ქართული სიტყვა? არა, გეთანხმებით, სალამი არ არის ქართული სიტყვა. ძალიან ბევრი სიტყვებია, რომელიც ქართულში ჩვეულებრივად არის მიღებული, მაგრამ ეგ ისტორიიდან დარჩა, ბატონო ჩემო. ჩვენ ახლა სიმართლე რო გითხრათ, არ ამგონია რომ მაგაზე ბატონი ლევან ღვინჯილია რომ იმავშებოდა, წვალობდა და ვიცი კაცო, ესე იგი კი ბატონო ენის პალატა იყო შემოგევლოს ჩემი თავის დროზე და იქ მიდიოდა ყველაფერი, მაგრამ არის რაღაცა სიტყვები, რომელიც ჩაანაცვლეს ბევრმა სიტყვებმა. მე მესმის შეიძლება ძველ ქართულად ეხლა რომ დაელაპარაკო შეიძლება ვერავინ ვერ გაგიგოს აბა. ძველ ქართულად ლაპარაკობენ ლაზები. აი ლაზები შემოგევლოს ჩემი თავი მეტნაკლებად ლაპარაკობენ ძველი ქართული ლაზები. მე დიდი მადლობა რომ ჩამერთეთ, დიდი მადლობა შემოგევლე. მე გეტყვით ერთ რამეს, თქვენ თუ სურვილი გაქვთ ეგეთი, მე სხვა სურვილს მოგაშველებდით აქედან. ქართულად ისე როგორც არის დღევანდელობა ვილაპარაკოთ, მაგრამ ქართულად მოვიქცეთ რა. იმ ღირსეულ ქართულად მოვიქცეთ. თორე უცბად შემილია 900 წიგნია დაწერილი 999 ქართული სირცხვილი. როგორ ვყიდიდით ერთმანეთს? ვიყიდი და ერეკლე მეფეს აგინებენ და აფურთხებენ, რომ აუ ეს ერეკლე მეფეა. აი რამ მდგომარეობაში იყო ნახეთ. აქედან ოსმალები, აქედან ისინი, აქედან ესენი ომში გავიდოდა და ეს თავადაზნაურობა ქართველები უმალავდნენ იმას. უმალავდა, ხალხს უმალავდნენ, შემოგევლე. თავის გლეხებს უმალავდნენ იმიტომ, რომ ელემენტარულად ომში არ წასულიყვნენ. და რა უნდა ეკა, როგორ თურქეთში ერთ ბიჭო, ხო არ გაგიფრენიათ მალა, რა თურქეთში ერთებოდა ან ოსმალებს თუ ვიღაცებს და იმეებს რა. თქვენ ერეკლეზე მეტად გიყვართ რომელიმეს? ტანზე გახდეს რამდენი შრამი ქონდა? თქვენ მართლა უმადურებო თქვენ არა. აი უმადურობა არის ქართველის ხაზგასმული ისა რა, აუცილებლად შტრიხია რა. მართლა გეუნებით რა. აი გაიხედეთ გვერდზე და ნახავთ რა ერთმანეთში რა.
უმადურობა ყველაზე ცუდი თვისება რაც გააჩნია ადამიანს რა მე მადლიერების გზნობა ძმაო ხელისუფლებებისადმიც მაქვს რომელმაც ისეთი საქმეები გააკეთა რაც მადლიანი საქმე იყო და საქართველოს წაადგება რა ამ ბიძინას ეხა ყველაფერზე ხო არ შეიძლება ბიძინა მიშამაც გააკეთა რაღაც ისეთი საქმეები აგერ იმან გააკეთა ედუარდ შევარდნაძემ გააკეთა ზვიადიმ გააკეთა მოდი ეს კარგი საქმეები რაც არის ის ამოვწიო და ის ჩავიხუტოთ მაინც და მაინც ფურთხად და იმათ რო ვიღებ ეგრე ძმაო ჩვენ რა გვაქვს ალაპარაკო ბიჭო ყველაზე დიდი ქართველი ვინც ყავდა ილია ჭავჭავაძე ჩვენივე ხელით აყავს მოკლული რა მაშინ უთხრა ზუსტად აკაკი წერეთელმა ფურთხის ღირსი ხარ შენ საქართველო არის ხო ფურთხის ღირსი ჩვენივე ხელი ჩვენი გენიოსი და ჩვენი საყვარელი ადამიანი მოუკალით ძმაო და იმათი შთამომავლები არიან და ერთი ორი ხა ისეთი იმეც არის რომ იმათი ისეთი რევოლუციონარები შვილები არიან რომ რა ვიცი რა გამოდიან და ეთიკაზე და ესთეტიკაზე და იმაზე ლაპარაკობენ არა ბიჭო არ არსებობს რა აი რაღაც ხო უნდა არსებობდეს რა მოდი დღეს მე არ მინდოდა რომ მაინც მწოვავეთ და რაღაცა წამეყვანა იმიტომ რომ პირველი გადაცემა ახალი წლების შემდეგ მინდოდა რომ მოგფერებოდი და ერთი რამე მინდა გისურვო რა ღირსება არ დაკარგოთ გემუდარებით რა გეხვეწებით არ შეგეშინდეთ არაფრით რა მარტო ამ ცხოვრებით ხო არ განისაზღვრება ყველაფერი ღმერთის წინაშე მართლები დარჩით თქვენი შვილების წინაშე დარჩით მართლები თორე ხო ხედავ მიუშვეს უკვე რა და ამათმა კი არიცია რომ პარლამენტში და ხელისუფლებაში და იქ რო ხარ უფრო მერტი გამოცდა რო გაქვთ მაგდენი თუ ვერ ხვდები და მარტო სანთლებით რო დგეხარ ცოტა გაყინული სახეები და თვალები რო ამზერილი გაქვთ ხოლმე ზეცისკენ ეგრე იცხოვრეთ როგორც წესია და რიგია ქრისტიანულად თქვენ კაი დედმამის შვილებო თქვენა რა თქვენ რო ძღები და 10 კუჭი რო გაქვთ და ეგე რო ადამიანები რაღაცაზე რო ყიდიან რო რაღაცა გააკეთონ და ის არ შეიძლება რომ რაღაცა ისეთი რაღაცა პარიტეტი ჩამოყალიბდეს კი ბატონო ხელფასი შენ მეტი კონდეს მაგრამ ამას რო 250 ლარი აქვს რა ფოკუსი უნდა გააკეთოს მაო ამიხსენ აი ამაზე დაფიქრდით თორე სუცხვირში ამოგდინდებათ რა თან იმდეს ჭამს უკვე გული გერევათ რა ცხვირში ამოგდინდებათ იცოდეთ და ადამიანების ლოგიკის გარდა და სიძლიერის გარდა არსებობს უფლის წყალობა და უფლის რისხვაც არსებობს რო იცოდეთ რა და კარგად დაფიქრდით თორე სუცხვირპირში მოგხვდებათ ეგ ყველაფერი რა და ვისი ხელით მოგხვდება თქვენ თვითონ ნახავთ მაინც მინდა რომ მრავალჟამიერი დავამთავრო როგორი მრავალჟამიერითაც იწყებოდა ჩემი ბავშვობის ახალი წლები რა ეგრე იწყებოდა და ეხლა რა ვიცი რაღაცებს მოიგონებენ შეიძლება ისეთი ვინმე ამღერონ რომ რა ვიცი გადავირიო რა წელს არ ვიცი ეგ მართლა ვერ უყურე ვერცერთ ტელევიზიას ვერცერთ ერთი მრავალჟამიერი მე რომ მიყვარს ის კახური გრძელი მრავალჟამიერი ჩააგდეთ რა ერთი რა როგორც იწყებოდა ახალი წელი საქართველოში რა Ah